მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა ვუძღვები. გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ საარჩევნო გარემოზე და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო ზეწოლაზე და სანქციების საკითხზე. ორ დღეში მოგეხსენებათ ევროკავშირის მიერ მიცემული ვადა იწურება 31 აგვისტოს საქართველოს კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ეცოდინება პასუხი ვიზა ლიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კვლავ. ქართულ ოცნებას ჰქონდა კონკრეტული დრო მიცემული იმასთან დაკავშირებით, რომ შეესრულებინა ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა და რომელზეც ქართულმა ოცნებამ თქვა კონკრეტულ დათქმებთან დაკავშირებით უარის შესრულებასთან დაკავშირებით. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ ამ გადაცემაში ვისაუბრებთ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხან-მოურავის გზურმის. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგესალმებით ბატონი დავით და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ვინაიდან ორი დღეა დარჩენილი, რას ველოდებით ზუსტად ორ დღეში 31 აგვისტოს იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გველოდება ვიზა ლიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით, ევროკავშირის დათქმებთან დაკავშირებით, ასევე რა გადაწყვეტილებები, რა ქმედებები და რა ნაბიჯები გადადგა ამ დროის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ. არ ვიცი, მე მგონი ქართულ ოცნებას არავითარი ნაბიჯები არ გადაუდგმია, არც გადადგავს არანაირ ნაბიჯებს და ქართული ოცნება სხვა პროპაგანდითაა დაკავებული. ის ახლა ეუბნება ხალხს, რომ კარგია თუ გაუქმდა უვიზო რეჟიმი. აი ამას იძახის, კარგია თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდა, ეს თურმე შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ბევრი ხალხი დაბრუნდება საქართველოში და უფრო კარგად განვითარდებით ჩვენ და ზუსტად რაღაცა ბევრი წლების წინ როცა უვიზო რეჟიმი შემოვიღეთ, მაშინ პირიქით ამბობდა ქართული ოცნება, რომ ძალიან კაი იყო, რომ ვიზები აღარ არის და ეს შეუწყობს ეკონომიკას ხელს. ეხლა კაია თუ ვიზები იქნება და რასთან გვაქვს საქმე სისულელესთან, მუდმივ ტყუილებთან. აბა ეხლა ნორმალურია ეს ყველაფერი? ქართული ოცნება გვეუბნება, რომ თურმე ბედნიერების ინდექსი ყოფილა ჩვენთან ძალიან მაღალი, ანუ ქართული ხალხი ძალიან ბედნიერია. სოფლიოს ხუთეულში შედის ქართული ხალხი ბედნიერებით. ახლა აი ამას რო ეტყვი ხალხს სრული სერიოზულობით და ამის პროპაგანდას რო აწარმოებ, რომ საქართველო და ქართული ხალხი ხუთეულში შედის თავისი განცდით, ბედნიერების განცდით. ეს ახლა რა კომენტარი უნდა გააკეთო ამას? ეს არის სრული სიგიჟე. და მარტო ეს არა, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით შევდივალთ იქ სოფლიოს რაღაც აღარ მახსოვს რომელი 6-ეულში თუ 10-ეულში ზოგად რეიტინგში ბედნიერების ინდექსის 91 ადგილზე ვართ ასევე ესე. ნუ რაღაცა საერთოდ აბსოლუტურად არანორმალური ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ვართ ბედნიერი ხალხი, ვართ წარმატებული სახელმწიფო, ეკონომიკა ვითარდება ყველაზე კარგად და სულ ყველა ამ პარამეტრებით შევდივართ რაღაც საუკეთესო მსოფლიოს 5-10 ქვეყანაში. ეს არის ყველაფერი, უბრალოდ ტყუილი კი არა. ჩემი აზრით ამას ხალხს რეუბნები შეურაცხყოფას აყენებ, მაგრამ ქართული ოცნება ესე აზროვნებს. თulis რომ ასეთი პროპაგანდა უნდა აწარმოოს. ეხლა უვიზო რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანი რამე არა მარტო ჩვენთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის, სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ეკონომიკისთვის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია 700,000 კაცისთვის, რომელიც ამ პერიოდში უკვე მოეწყო საზღვარგარეთ. თავის დროზე ჩვენ ქონდა უვიზო მიმოსვლა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მერე რუსეთმა ეს გაგვიუქმდა და ეს ძალიან მძიმე ეკონომიკური დარტყმა იყო ჩვენთვის, ეხლა ისევ აღადგინა. მაგრამ ამასობაში ხალხი უკვე გადაეწყო დასავლეთზე. ნუ ეს დარტყმა იქნება. ეხლა გააუქმებენ, მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა სხვანაირად არის. გააუქმებენ სავარაუდოდ, მაგრამ შეეცდებიან, რომ ეს ყველაფერი დაემთხვეს აი სექტემბრის მეორე ნახევარს, ოქტომბერს, რომ ერთიანი საქმე იმაშია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ქართული ოცნების არის ის, რომ იგი დაუპირისპირდა მთელ მსოფლიოს. და ქვეყნის შიგნითაც დაუპირისპირდა აბსოლუტურად ყველას. ანუ ამ ორგანიზაციამ ომი გამოუცხადა ყველა პოლიტიკურ პარტიას ქვეყნის შიგნით. მე არ გულისხმობ ეხლა ბოროტ პოლიტიკურ პარტიებს. მან გამოუცხადა ყველა
იდეურად მოკავშირე პარტიებსაც, მაგალითად პატრიოტთა ალიანსს, საერთოდ ყველა კონსერვატიულად, ტრადიციულად მოაზროვნე პარტიებსაც, ტრეტერ პარტიებსაც, ყველას აბსოლუტურად ყველას ებრძვის ის ხელოვნურად ცდილობს შექმნას რა ცდილობს არა ქმნის ხელოვნურად რაღაცა ორგანიზაციებს და მარტო მათთან ყველაფერი ტყუილია რასაც ჩვენ ეს არის ხალხის ძალა მაგალითად არა ხალხის ძალა პარტია არ არის მაგრამ თუ არის ვეღარ გავიგე მაგრამ ისევ გაერთიანდნენ საბოლოო ჯამში ხო არა ნუ მაგალითად გირჩი რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ თან იძახის რომ ჯერ იძახდა რომ ნარკომანია და ნარკოტიკის მოყვანა თურმე ყოფილა ჩვენი ერისთვის უმნიშვნელოვანესი რამ ყველაზე ცუდი ისაა რომ ამომრჩეველი და ქართველი ხალხი ყველაფერს ივიწყებს აი ნახეთ აი არიან სააკაშვილები ესენი ხალხს უბრალოდ კი არა აუპატიურებდნენ აწამებდნენ და კლავდნენ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა რომ ხალხს ეს დავიწყებოდა ახალგაზრდა თაობამ არ იცის რომ ისინი იყვნენ მკვლელები გამაუპატიურებლები და მწამებლები და ვიდეოები გაანადგურა თუმცა მაინც დარჩა ბევრი ნუ საოცრება და ეხლა ისინი ამბობენ რომ როდის იყო ეგო ესმის რამხელა თავხედობაა მაგრამ ეს ვინ გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ქართული ოცნება გვეუბნებოდა რომ ამათი გადარჩენა არის სახელმწიფო დემოკრატიის ამოცანა რაღაც სიგიჟე სრული ნუ წარმოუდგენელი მერე ქართული ოცნება გამოვიდა და გვეუბნებოდა რომ უნდა ლიბერალიზაცია მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების ჩვენ ვამბობდით რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს ანუ ამის გამო არავის არ უნდა ვიჭერდეთ კურნალობა პროპაგანდა და ქართული ოცნება სხვა გზით მიდიოდა რომ პირიქით კულტივაცია საჭიროა შექმნა ორგანიზაცია გირჩი შეიყვანა პარლამენტში და იქ კარიდორებში მაპატიეთ დერეფანში აწევინებდა დემონსტრაციებს აი პირდაპირ მარიხუანას და ეხლა შემოაქვთ იმპორტი მაღაზიები გაიხსნა ბრმები ხართ ხალხო ვერ ხედავთ რომ მაღაზიებია სადაც ლეგალურად იყიდება ნარკოტიკი და კურიერს მოაქვს ნარკოტიკი ტელეგრამ არხებზე იყიდება კურიერს მოაქვს კაცო და ამ დროს ქართული ოცნება გვატყუებს რომ ეხლა გამოუცხადა ბრძოლა ნარკომანიას და ამ დროს თვითონ ქმნის სიებს გირჩისთვის რომ შეიყვანოს ადგილობრივ თვითმმართველობაში ამას ყველაფერს ქართული ოცნება აკეთებს ეს არის ესეთი ორგანიზაცია ყველას ებრძვის ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ ეხლა გვიხსნის რომ თურმე საერთოდ არ გჭირდება არც უვიზო რეჟიმი არც ევრო არავინ არაფერი არ გჭირდება ბედნიერებაა ეს და არის უამრავი ხალხი ნებისმიერ ტყუილს რასაც ეთყოდა მიშა იჯერებდა ეხლა არის ხალხი ნებისმიერ ტყუილს რასაც ეთყვის ქართული ოცნება იჯერებს კონსტრუქციული აქ არაფერი კონსტრუქცია არ არის კონსტრუქციული მოქმედება ეს ერთი თემაა და კარგი არაფერი არ გველის გარდა უზარმაზარი დაპირისპირებისა და აი ამ ყველაფერს აკეთებს ეს დღევანდელი ხელისუფლება ყველასთან ომი შეიძლება ყველა შენი მტერი როგორ არის კაცო ვიღაცასთან მაინც ხონდა არა სულ ყველასთან რამდენიც გინდა 200 ჯერ გაუწოდეთ ხელი რომ არ გვინდა ეს დაპირისპირება არა ამათ უნდათ ყველას ებძვიან თელს ეხლა ახალი თეორია გამოაცხეს რომ ტრამპს უნდა ებრძოლონ და წერენ რაღაცა ნუ წარმოუდგენელ შეურაცხყოფელ წერილებს რომ შენ ხარ მარიონეტკა უწერენ ტრამპს საერთოდ არავინ არ ახარ და deep state-ი მართავს და ნუ რაღაც აი აბსოლუტური საგიჟეთი წარმოუდგენელი რაღაც საგიჟეთი ტრამპის პირდაპირ მხარდაჭერას ელოდებოდნენ და რომ ვერ მიიღეს როგორც ნუ ამიტომ მიდის მისი ლანძღვა და არ ესმით რომ ეხლა ტრამპი არის ძალიან წარმატებული პრეზიდენტი და ყველგან აღწევს თავის მიზანს და რა თუნდაც ეხლა ტრამპთან ომი რა გვინდა გაუგებარია აი არჩევნები მოვიდა რა არჩევნებია ეხლა ეს ქალაქში ეს არის პირველი არჩევნები რაც მე მახსენდება როდესაც ქალაქში არის მარტო ერთი კანდიდატის პლაკატები აი მარტო ერთი კანდიდატია კახი კალაძე და მხოლოდ მისი პლაკატებია საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მხოლოდ მის მიმართ თუ მიმდინარეობს არავის არ აინტერესებს ეს საარჩევნო კამპანია ყველა ხვდება რომ არჩევნები არ არის ფაქტობრივად არ არსებობს წინა იმაზე ვთქვით ობიექტივის ეთერში ვართ რეკლამა ვერ გადის ობიექტივის ეთერში ობიექტივმა თქვა რომ მე მინდა აბსოლუტურად ყველა პარტიას ვინც მონაწილეობს არჩევნებში მივცე უფასო რეკლამა კომისიამ უთხრა არა
გესმით, აი ობიექტივი ამბობს, რომ ფულს არ ვიღებ თქვენი ტელევიზია და ყველას უფასოდ ვაძლევ რეკლამას, ვისაც უნდა ყველა პარტიას, რომელიც რეგისტრირებულია არჩევნებში. კომისია ეუბნება რეგულატორი, კომუნიკაციების კომისია, რომ არავითარ შემთხვევაში არა. ანუ ობიექტივი ვერ უშვებს რეკლამას, გარდა ქართული ოცნებისა და გირჩი, არ ვიცი გირჩმა თუ მოიტანა, გავა მისი რეკლამაც. მარტო ამ ორგანიზაციებს. ამ დროს ოფიციალურად გირჩს რეკლამა არ ეკუთვნის. იმიტომ რომ გირჩის პროცენტი არის 2.96% არა აქვს. იქ რაღაცა 2.96 მიასედი და ასე შემდეგ. დაუმრგვალა CSKOM 3-მდე და უთხრა რომ მიეცით უფასო რეკლამა. აი ეს ყველაფერი ვინაკეთებს ამას ქართული ოცნება. რასაც უნდა იმაშვებიან. როგორც უნდა იმაში, ეხლა ამაზე ვილაპარაკეთ და დღეს გითხრეს, რომ აი სახელმწიფო არხზე 10 წამიან რეკლამას გაუშვებთ თქვენსასო. აი 10 წამი რა არის? ნომერი 8. და ამას გაუშვებთ. დიდი მადლობა. სად არის საარჩევნო პროცესი? არაფერი საარჩევნო პროცესი არ არის. არანაირი კონკურენტული გარემო. არა, არც არაფერი არ განიხილება. აი მარტივი რაღაცაა. ჩვენ ვართ 1.5 ქალაქი დაახლოებით. ну 1.300.000, მაგრამ 1.5 ძალიან ბევრი ხალხი აქ მუშაობს, რომლებიც შეიძლება თბილისელები არ არიან დაახლოებით. აი თუ ვინმე როდესმე დაინტერესებულა, აი 21 საუკუნეა. სტანდარტები არსებობს. თქვათ 1.5 ქალაქში ქუჩის სია, ჩვეულებრივ საავტომობილო, აი ქუჩის სიგანე. პირველი ხარისხის, მაგალითად გამზირი, თქვათ რუსთაველის გამზირი. 1.5 ქალაქში გამზირი, რომელზეც მოძრაობენ ავტომობილები, არ გაგიკვირდეთ 80 მეტრი უნდა იყოს სიგანე. 80 მეტრი. რომ იყოს ორმხრივი მოძრაობა. და შესაბამისად 40 მეტრი უნდა იყოს, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ჩვენთან 40 მეტრი არის რუსთაველის გამზირი, 80 მეტრია ორმხრივი მოძრაობა რომ იყოს, კარგი. 1.5 ქალაქში 21 საუკუნის სტანდარტით ქუჩა, ჩვეულებრივი ქუჩა. აი ეს არა გამზირი, სადაც ახლა არის განთავსებული ობიექტივის შენობა. აი ამ ქუჩის სიგანე უნდა იყოს 37 მეტრი. 37 მეტრი, რომ იყოს ორმხრივი მოძრაობა. 37 კი არა, აი ახლა ეს ქუჩა 18 მეტრი არის? არ არის. ახლა უყურეთ. ორივე მხარეს მანქანები დგანან ასე. ორივე მხარეს მანქანები დგანან. თუ ქუჩა 21 საუკუნეში 18 მეტრი ან ნაკლებია, ის ცალმხრივი უნდა იყოს. ამ კრიტერიუმებით ჩვენ რომ მივუდგეთ, თბილისში პრაქტიკულად ყველა ქუჩა უნდა იყოს ცალმხრივი. ესე იგი საჭიროა სერიოზული რეფორმები, რომ საგზაო ტრანსპორტის მოძრაობა, ქუჩების ცალმხრივად გადაკეთება, ვინმე ამაზე მუშაობს, არა მარტო არავინ არ მუშაობს. ამიტომ არის გაუსაძლისი საცობები. ეს აზრებიც კი თავში არ უჩნდება. საერთოდ ეს ცოდნა არ აქვს. არა და ეს არაფერი ცოდნა არა. ჩვეულებრივად ინტერნეტში შედი, წაიმუშავე 1-2 საათი და მოძებნი ყველა ამ ინფორმაციას. 21 საუკუნეში საუბარი იმაზე, რომ როდესაც ქუჩის სიგანე, 25 მეტრზე ნაკლებია, ამ ქუჩაზე სამსართულიანი სახლების შენობების მეტი არც ერთი შენობა არ უნდა დაიდგას. ეს არის ახალი თანამედროვე სტანდარტები. რატო? იმიტომ რომ იქ საზღვარგარეთ, სადაც ხალხი გონება მეცნიერულადაა მოწყობილი და მუშაობენ ამ საკითხებზე, იმათ ესმით, რომ როდესაც არის 20 სართულიანი სახლი, ელემენტარულად წყლით მომარაგება და კანალიზაციის უზრუნველყოფაც კი ძალიან დიდი პრობლემაა. ამას ჭირდება უფრო ფართო ქუჩები, უფრო მეტი მანქანების რაოდენობა, მიწისქვეშა სადგომები. ამიტომ არის რომ ნათქვამია 25 მეტრზე ქუჩის სიგანე ნაკლებია, ვიწროა უფრო სამსართულიანი შენობები უნდა და ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან ყველგან იდგმება 10, 15, 20, ვისაც სადაც უნდა, როგორც უნდა წავა მერიაში ჩააწყობს, უბრალო კაცი მერიაში სახლის და შენობის პროექტს ვერ დაამტკიცებს. 9 წელი ელოდება 1 წელი და მიდგებიან, მოდგებიან, შეძრებიან, მიძრებიან, მოძრებიან, ჩააწყობენ და წარმოუდგენელ ადგილას 30 სართულიანი სახლის შენებლობის უფლებას მიიღეს. ეს არ ხდება? ეს ნათლად არ ჩანს? შედეგი რა არის? ქალაქი გადაივსო. ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელია, ავტომობილის გაჩერება შეუძლებელია, ყველანაირი პრობლემებია. ეხლა მეორე საკითხზე გადავიდეთ.
ეხლა ეს რატო გავიხსენებ თო თბილისის მერის არჩევნები სხვა ქალაქებში რაიმე სტანდარტები არსებობს არავით არის სტანდარტები ეხლა შემდეგი ამ ქალაქს თბილისს ქუთაისს ამ ქალაქებს ჰქონდა თავის იერსახე ხო ქართული არქიტექტურა არსებობს აი ეხლა მითხარით ბოლო 20 წელი ავიღოთ გინდა სააკაშვილის ეპოქა გინდა რომელი შენობა აშენდა ქართულ სტილში აი რომელი საერთოდ ქართული არქიტექტურა რა არის ჩვენ ახალგაზრდობა მიცის არა იმიტომ რომ არც ერთი შენობა არ შენდება ქართული არქიტექტურის შესაბამისად იერსახე აღარაა ქალაქს უცხოელები იყვნენ ცოტა ხნის წინ ჩამოსული და ორბელიანის მოედანზე იყვნენ და თქვეს რომ ნუ ესო ძალიან ცუდი ვარიანტია პრაკისო ნუ რაღაც მახინჯი ვარიანტი ესე იგი ვითომ ქალაქ თბილისს ვაშენებთ და გაუგებარი არქიტექტურის ქალაქი შენდება ქართული არქიტექტურა საერთოდ დაკარგულია აღარ არის და არავინ ამაზე არ ზრუნავს არანაირი სტანდარტი არაა მიღებული მარტივი რამე უყურეთ როგორ არის მაგალითად იტალიაში ან საფრანგეთში ან ესპანეთში სტანდარტია მიღებული რა ტიპის ფანჯრები შეიძლება იყოს ესე იგი თუ არ ვცდები 12 თუ 16 ტიპის ფანჯარაა როცა პროექტი კეთდება სახლის აი ნაჩვენებია 12 ნუ თქვა 15 ტიპის ფანჯარა და ნათქვამი რომ აი ერთ-ერთი აქედან უნდა იყოს სახლის კუთხეები როგორი უნდა იყოს მოყვანილია დაახლოებით 15 ვარიანტის სახლის კუთხეების სახურავი კარები გესმით არის ქვეყნები რომელსაც საქართველოს გავს იმიტომ რომ მოგწონ საბერძნეთში ჩადიხარ და ქალაქი აი ერთი სახე აქვს რაღაც ლამაზი დუბროვნიკში ჩადიხარ და ქალაქი ციხესიმაგრეა საქართველოს თვითონ ციხესიმაგრე იყო გაიხსენეთ სვანეთიდან დაწყებული და შატელით ხევსურეთით დამთავრებული ხო ჩვენ გვაქვს ჩვენი არქიტექტურა ადექით და კინორუსთაველის უკან არის ეროვნული ბიბლიოთეკა ნახეთ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა არა მაგრამ რამე მსგავსი კეთდება ჩვენ არა გვაქვს არავით არის სტანდარტები რომ შენებელს უთხრათ როგორი უნდა იყოს ფანჯარა თუ კუთხე თუ სიმაღლე რომ ეს ყველაფერი რაღაც ქართულ არქიტექტურაში უნდა ჯდებოდეს დაწყებული ციხესიმაგრით და დამთავრებული თქვათ აივნებიანი კომპლექსებით ეს არაფერი აღარ აბსოლუტურად ვისაც რასაც უნდა აშენებს და ბოლო დღეს რო დადიხარ ამ ვეღარ იგებ რა ქალაქში ხარ არავით არის თავისი იერსახე არა აქვს რატო იმიტომ არც სტანდარტებია არც ფიქრია არაფერზე და არქიტექტურული აზროვნებაც როგორც მე ხვდები ჩამორჩა ეს არ ნიშნავს რომ არ არიან კარგი არქიტექტორები ალბათ არიან მაგრამ მოთხოვნილები არ არიან არავის არ აინტერესებს ეს კარგი არქიტექტორები ყველა ისეთ რაღაცას აშენებს რომ რაც შეიძლება მეტი ფულადი სარგებელი ნახოს და საბოლოო ჯამში სიმახინჯე ავიღოთ ბოლო 25 წელი გადაიტანა მახინჯი შენობებით და სახლებით ქალაქი დაიდგა უზარმაზარი 20 სართულიანი 30 50 სართულიანი აგერ საბურთალოზე შენდება საერთოდ მე მგონი 60 სართულიანი სახლი ქუჩები არის ვიწრო მანქანების მოძრაობა შეუძლებელია კი ბატონო ისე იმდენად რთული ვითარება შეიძლება რომ კანალიზაცია ვერ უძლებდა და ვაკე გადათხარეს კაი გააკეთეს ეს გამოცვალეს კანალიზაციის სისტემა და 30 ჯერ ერთი და იგივე რაღაც სამუშაოები შეასრულეს მაგრამ ვაკეშიც მოძრაობა შეუძლებელია ავტომობილების საცობებია და ეხლა გვიხსნის ხელისუფლება რომ თურმე არ უნდა იარო მანქანით ადექი და ავტობუსი არის ბიჭო ვიღაცას უნდა ავტობუსი ციარული განა ვამბობ რომ ეს ცუდია და ვიღაცას უნდა მანქანით და ვიღაცას ფეხით შენ ვინ მოგცა უფლება რომ ხალ შენ აიძულების ავტობუსით იარე მე ხვალ იტყვის მანქანით იარე ვინ დაგავალა ეს კაცო ვინ მოგცა ეს უფლებები რომ ჭკუა და არიგო ხალს როგორ იარონ ვისაც როგორც უნდა ისე დადის კაცო შენი ამოცანა ის კი არაა რომ ხელი შეუშალო იმას ვინც მანქანით დადის მანქანით სიარულში ან ვინც ფეხით დადის ფეხით სიარულში შენი ამოცანა ხელი შეუწყო იმას ვისაც ავტობუსით სიარული უნდა იაროს ავტობუსით ვისაც ავტომობილით ვისაც ფეხით ეს არის ის რომ ხელი შეუწყო და არა თქვა მე ამას უწყობ ხელს და ამას არა აი მე ახლა ველოსიპედის გავიგე ველოსიპედის გზები ცუდი არაა მაგრამ სათხედავთ ახლა ორი ველოსიპედისტი დადის და არის მოთხოვნა სამაგიეროდ სამაკატკას რო ეძახიანეს თვითმავარ ამეები დადიან და უაბრალ ავარიულ სიტუაციას ქმნიან
ეხლა ეს გლოვო მოპედებით დადიან, მილიარდი ავარიული სიტუაცია იქნება, ამათ არანაირ წესებს ესენი არ იცავენ აბსოლუტურად. ეხლა სხვა პრობლემაზე გადავდივართ, კიდე იმ პრობლემაზე გადავდივართ, რომ ხელისუფლება არ ზრუნავს იმაზე, რომ იგივე ამ გლოვოზე ქართველებმა ემუშაონ. ძირითადად სულ ინდოელები მუშაობენ, ან პაკისტანელები, ან კიდე გაუგებარი ხალხი და ეხლა უკვე შედიხარ, აგერ ვენდიში შედიხარ, იქაც ისინი პირდაპირ თანამშრომლები არიან. იმიტომ რომ იაფია. ამაზეც არავინ არ ზრუნავს. ამიტომ რა განვითარება, სად არის ქალაქის განვითარება? არაფერი განვითარება არ არის. პირიქით, ყველანაირი პრობლემების შექმნა ფულის გამოძალვის მიზნით. ფულის გამოძალვა არაა, ტექდათვალიერება, აბა რა არის? ბატონ დავით, აი, როგორ მივედით აქამდე, იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ ახლა და ძალიან საინტერესოა ეს საკითხი ნამდვილად, იმიტომ რომ მერის არჩევნებია, თვითმმართველობის არჩევნებია, ადამიანებმა აი ამ წლების განმავლობაში შევქმნით ის, რომ არანაირ დაპირებებს არ ვისმენდით ალბათ ადამიანებისგან, პოლიტიკური პარტიის წევრებისგან, ლიდერებისგან, რომლებიც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, არ ვისმენდით მათ პროგრამებზე, გეგმებზე, იდეებზე, თქვათ აი ასეთი დაალაგებული მსჯელობა შეეძლოთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებში პასუხისმგებელ პირებად იღებდნენ მონაწილეობას. არჩევნები არ იყო და არ არის. არ არის არჩევნები. ხოლო ქართული ოცნება ვიცით ან ნაციონალური მოძრაობა სახელები ხო ჩვენ რომ აი ეს ესე იქნება, ეს იქნება მერი ამ ქალაქში, ეს იქნება მერი ამ ქალაქში, ეს იქნება მერი ამ ქალაქში. ამდენი პროცენტი მექნება მე, თქვენ გექნებათ ამდენი, თქვენ საერთოდ არ გექნებათ. მორჩა. მე როგორც ვამბობ, ესე იქნება. აი ეს ხელისუფლება ჩამოყალიბდა. ასე იყო მიხეილ სააკაშვილიც, ისიც უბრალოდ განსხვავება ერთია ეხლა, რომ ისინი მკვლელები იყვნენ კიდე და ხალხის გამოუპატიურებენ. მადლობა ღმერთს, ესენი ეხლა არ კლავენ და არ აუპატიურებენ ხალხს, გვესმის ეს. მაგრამ რატო უნდა იყოს საერთოდ 21 საუკუნეში ეს საკითხი, სამადლობელი საკითხი ხრა? პარიზში კლავენ ვინმე ციხეებში, ან ბრიუსელში კლავენ ვინმე ციხეში, ან გერმანიაში და ვინმეებს აუპატიურებენ? ეს თემა საერთოდ რო დგას, ეს არის უბედურება, მაგრამ ნუ გასაგებია ავანტყოფი დეგენერატი კაცი იყო ეს სააკაშვილი, შექმნა ეგეთი სისტემა, ამ აბსოლუტურად ავანტყოფმა, კაი, მოვერიეთ ამას. ეხლა 12 წელი მადლობას გვახტევინებენ, თარად ჯერ ისეთი ჩვენ მოვერიეთ ამას, აი პირადად მე, ჩვენ, საერთოდ არ მორევია ამ თემას ქართული ოცნება. ციხის კადრები იყო და ეხლა ქართული ოცნება დანარჩენი ამის გარდა ყველაფერი იგივეა. აბსოლუტურად კაცო, არჩევნებში რა შედეგი ისინი და ესენი ერთ და იგივეა. და რასაც უნდა იმასლა სულ ტყუილი გეუბნებიან რაღაცას, ამ რაღაცას აკეთებენ, როგორც უნდა არავის ანგარიშს არ უწევენ. ნულია საერთოდ ავტორიტეტი, აი საქართველოს როგორი ქვეყანაა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემი აზრით სიკეთე ხალხში იყო ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ერთმანეთს პატივისცემდით, არსებობდა ავტორიტეტული ხალხი. ნუ მაგალითად პატრიარქი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული ადამიანი, რომელსაც ხალხი პატივისცემს, მაგრამ ჩვენ ყავდა ის ხალხი, ვისი ავტორიტეტიც იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი იყვნენ ცნობილი მეცნიერები, ცნობილი მწერლები, ესენი იყვნენ ცნობილი ხელოვნები და არა მარტო ზოგი ადამიანი უბრალოდ არც ხელოვანი იყო, მაგრამ ავტორიტეტი ჰქონდა, იმიტომ რომ ხალხი პატივისცემდა. ერთს ყავდა ჭკვიანი, გამორჩეული, გამოჩენილი ხალხი და ამ ხალხს პატივისცემდნენ. სააკაშვილმა დაიწყო ბრძოლა ამ ხალხთან, იმიტომ რომ ეზიზღებოდა, რომ ვიღაცას ჰქონდა ავტორიტეტი და სააკაშვილს არაფერი ავტორიტეტი არ ჰქონდა. ამ ხელისუფლებამ გააგრძელა. ყველას ლანძღვა, ყველას შეურაცხყოფა, ყველას გინება, კაი, ესე იგი არავინ ამათვის ავტორიტეტი თვითონაც ესე იქცევიან, არავის პატივს არ ცემენ. აი თვითონ ეხლა არსებული ხელისუფლების პირველი პირი ვისცემენ პატივს, არავის. ესე იგი ამათ უნდათ რომ ესენი იყვნენ ავტორიტეტები, თავისი გონებით, ჭკუით, რაღაც საქციელით ავტორიტეტს ვერ იხვეჭენ. ამიტომ ყველა სხვა ავტორიტეტს ებრძვიან. რამე სიკეთე მოაქვს ამას? რა სიკეთე მოაქვს ეხლა ამ ბრძოლას ახალგაზრდობასთან? რამდენჯერ უნდა ვთქვა ეს ახალგაზრდობა და მოჯადოებულია მთელი ერი ვერ ხვდება რომ 5 მაქსიმუმ 8 წელიწადში ეს ახალგაზრდობა მოვა ხელისუფლებაში. და მერე რა იქნება? გაბრაზებული ხალხის რომლებიც მოვა ხელისუფლებაში გაბრაზებული ქმედებები საზოგადოების მიმართ. ნუ თუ ამას ესე იგი მომავალზე საერთოდ არ იყურებით. შეიძლება შენი შვილი გაზარდო რაღაცა გაბრაზებულ შურისმაძიებლად? არავინ არა, აი მოჯადოებულია ერი, არაფერზე არ ფიქრობენ. გამოვა ქართული ოცნება ტყუილ სიტყვის, ამ ტყუილს მიიღებენ. მეორე ტყუილ სიტყვის მიიღებენ იმ ტყუილს.
დღეს იტყვის რომ კარგია უვიზო რეჟიმი, ეხლა გუშინ წინ იძახდა, დღეს იძახის ცუდია უვიზო რეჟიმი. ასევე ცხოვრების ფარაა, კაცო, ფარა ვარ ცხოვრების. ყველაფერზე თავის დაქნება შეიძლება. ნუ თუ ეხლა ვერ ხვდებით რამდენი სისულელე ხდება. რამდენი ბოროტება ტრიალებს გარშემო, კაცო. უბედურებაა ყველაფერი ტყუილი. ეს ეხლა არჩევნებია. სად არის არჩევნები? მე ვერ ხედავ ვერავითარ არჩევნებს. აი ბატონო, არჩევნები ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ქართული ოცნება აიღებს ამდენ პროცენტებს და სხვას არაფერს არ გვეუბნება. მერე გადაწყვეტს, ვის რა პროცენტი დაუწეროს. და თუ კარგად ილაპარაკებ, კარგად მიდგები, მოდგები, კარგად შეძურები, გამოძურები, ლიქვნელი გახდები და ხოტბაში ასხავ და ცამდე აიყვან, მაშინ შეიძლება რაღაც პროცენტი დაგიწერონ. თუ არა და არ დაგიწერენ. თუ ახლა მე როგორც ლაპარაკობ, ისე ილაპარაკებ, რატო დაგიწერენ? და ეუბნები რომ არ არის სწორე ხალხნო ეს, იმიტომ კი არ გიწვდით ხელს, იმიტომ რომ გეუბნებით რომ გამოვასწოროთ, არ შეიძლება ეგრე ქმედებები, ეს უგუნურობაა, კაცო. არა, მაინც თავისი. კაი ბატონო, ეხლა რევოლუცია ესენი ბოლო იმას იზავენ, რომ ახალგაზრდობა დაიწყებს და მე მთელი ქვეყანა გარეთ გამო. რა თუნდათ ეს? თავის თავს უწყობენ თვითონ რევოლუციას. სოფლიოში ხო ყველასთან იჭხუბეს. კი, აი ამაზე მინდა სწორედ გითხრათ, რა არის საქართველოს ამ ტემპით და აი ამ მდგომარეობით, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, ქართული ოცნება არაპირებს, მოკლედ არანაირ კომპრომისზე წასვლას, როგორც ჩანს, არსებობს რვიანი, არ ვიცი ეს რამდენად ძლიერად გამოიყურება, აქვს თუ არა ამ რვიანს, ვთქვათ, რვიანს უწოდებენ ის პოლიტიკური პარტიები გაერთიანება თავის თავს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. ვიცით, ორი პოლიტიკური პარტია გირჩი, მეტი თავისუფლება და გახარება საქართველოსთვის. ჩვენი ნომერი იყო და მე მეგონა რვიანი ჩვენ ვიყავით და ახლა იმათაც მოინდომეს რომ რვიანი გახდეთ. ასეთი სათაური მოინდომეს რომ გქონდეთ რვიანი. მოკლედ კი საინტერესოა, მაგრამ ბოლო დღეების სულ აი ასეთი სათაურით მოიხსენებენ მათ და ის სახელი უკვე აქტიურად იწერება და განიხილება მათი მისამართით, ამიტომ საუბრობაზე აქვს თუ არა ამ პოლიტიკურ გაერთიანებას მაგალითად ის რესურსი რომ საწადელს მიაღწიოს მაგალითად და ვთქვათ ან ხელახალი არჩევნები საპარლამენტო ან რამე აი მსგავსი გამოიწვიოს თუ მთლიანად აი პროექტი აგრის აგებული იმაზე რომ 31 აგვისტოს შემდეგ ვიზა ლიბერალიზაცია თუ კი შეწყდება ამ შემთხვევაში რაღაც ვთქვათ არეულობა გამოიწვიოს ამან ქუჩის ხელახალი ტალღის ვთქვათ გაძლიერება გამოიწვიოს და აი ამ პროცესებით შემდეგ უკვე რაღაც ცვლილებას ელოდება ოპოზიცია თუ რეალურად რა არის აი ამ პროცესების გაგრძელება რა შეიძლება იყოს ნუ საერთოდ იქით მხარეს სააკაშვილების ხარეს ბოროტ ხარეს რესურსი რა აქვთ დიახ ბოროტ ხარეს ყოველთვის ჰქონდა სურვილი რაღაცა პლაგიატისა ხან პატრიოტებს ირქმევდნენ ჩვენ რო ვთქვით რომ ვართ პატრიოტები ახლა 8 ნომერი ვიყავით თელი ცხოვრება ახლა ისინი ხდებიან რვიანი მეცინება უბრალოდ ამას და ვინ არის ეს რვიანი რა პარტიებია ეს რვიანი სააკაშვილის პარტია კიდე ვინ არის დროა ასე შემდეგ გაერთიანებები ბევრი არის ეს ევროპული საქართველო მაგალითად ის თუ შედის შიგნით ლელო ლელო არ შედის იმიტომ რომ ლელო არჩევნებში იღებს მონაწილეობას ლელო საქართველოსთვის გახარია გირჩი მეტი თავისუფლება ბუნებრივი არ შედის ანუ ვინ შედიან ესე იგი შედის ნაციონალური მოძრაობა შედის როგორც მე ევროპული საქართველო დროა შედის გიორგი ვაშაძის პარტია გიორგი ვაშაძე შედის თიკა კუჩავა შედის ნაციონალური მოძრაობა კიდე ვინ შედის როგორც მე ხვდები გვარამია და მელია ესენი შედიან შედის ხოშტარია როგორც მე ხვდები და მეორე გირჩი ხო ჯაფარიძე ეს ხალხი ნუ კითხვა რა არის რომ ესენი რას მიაღწევენ რა რესურსი გააჩნიათ და რას ელოდებიან აი ამ ბოიკოტით აირჩიეს ბოიკოტის გზა ხო ანუ რა რესურსი აქვთ ამ ბოიკოტით ეხლა არავის არ ჯერა დღეს აღარ ჯერა იმიტომ რომ ახალგაზრდების პროტესტი იყო ძალიან დიდი და ხელისუფლება მოახერხა ამ პროტესტის ჩაქრობა მაგრამ ორი რამ ხდებოდა ამ დროს ეს პროტესტი ჩააქრეს ეს ერთია და მეორე რაც ხდებოდა იყო ის რომ ორად გაერთიანეს ხალხი რომელიც სინამდვილეში ორად იყო დაყოფილი იქ ნამდვილად იყო ისეთი ხალხიც რომელსაც რაღაცა ის პროვოცირება უნდოდა და ესეთი ხალხი ნამდვილად იყო მაგრამ ეს ხალხი სინამდვილეში აბსოლუტური უმცირესობა იყო იქ ისიც კი რთული სათქმელია იყო თუ არა ესეთი ვთქვათ 1000 კაცი ან 1500 შეიძლება იყო
მაგრამ ქუჩაში 30, 40 და 50000 კაცი იდგა და ამასაც იტყუებოდა ხელისუფლება არ დგასო იქო 5000 კაცზე მეტი არ დგასო და მორიგი ტყუილები იყო ხა ჩვენი თავი მახსენდება როდესაც 10 და 15 და 20000 კაცი გამოყავდა ქუჩაში და იძახდნენ რომ 2000 იყო და მე დავიწყეთ სპორტის სასახლის გავსება რომ 15 ჯერ გავავსეთ სპორტის სასახლე რომ ამ სპორტის სასახლეში რეალურად ყველა სკამი დაკავებული ყოფილიყო და დათვლადი იყო რომ ბევრი ხალხი ეხლა აქაც ესეთი რაღაც ხდება სინამდვილეში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ქუჩაში ამ ახალგაზრდებს შორის იყო ძალიან ცოტა ხალხი რომელიც იყო პროვოკატორი ნუ ცოტა როგორ ეხლა 1000 კაცი არაა ცოტა 1500 მაგრამ მასა იყო 30 და 40 და 50000 კაცი ეს იმას ნიშნავს რომ მაშინაც არავინ არ ელოდებოდა რომ ამდენი ხალხი გამოვა მაგრამ გამოვიდა ამდენი ხალხი ქუჩაში ვინ გამოიყვანა ეს ხალხი აი ის ხალხი ვინც ქუჩაში იდგა აი მთელი სანაპიროები რო იყო გავსებული ვინ გამოიყვანა მე თვითნებურად გამოვიდნენ ხშირ შემთხვევაში რომ გადაწყვეტილებამ გამოიყვანა ქართული ოცნება ანუ ეს ხალხი არ გამოუყვანია დროას და ეს ხალხი არ გამოუყვანია ნაცმოძრაობას ეს ხალხი თავისით გამოვიდა ახლა მეორე შეკითხვაა და ტყუილები იყო მე რომ ეს ხალხი გამოყავს არ გამოყავს ვიმეორებ ნაცმოძრაობა თუ დროა თუ სხვა ორგანიზაციებს იქ შეიძლება 1000 კაცი ყავდა გამოყვანილი 1500 ეს იმიტომ ვამბობ ამას რომ საღი ანალიზი უნდა გავაკეთოთ საკუთარი თავის მოტყუება არ შეიძლება და არავის მოტყუება არ შეიძლება გარეთ იყო 40-50000 კაცი და იქიდან მხოლოდ 1000-1500 მაქსიმუმ 2000 კაცი იყო ამ ორგანიზაციების დანარჩენი ხალხი ეს არ იყო ხალხი რომელიც იყო ამ ორგანიზაციების და ისინი გარეთ იყვნენ იმის ფიქრი რომ ესენი კიდე გარეთ არ გამოვლენ შეცდომაა გამოვლენ და ასევე ხელისუფლება ფიქრობს რომ ესენი გამოვლენ თუ არ გამოვლენ გარეთ ის მოერევა ყველაფერს ესეც შეცდომაა შეიძლება ერთხელ მოერიოს შეიძლება ორჯერ მოერიოს მერე ვეღარ მოერევა აქ უნდა პარალელები გავავლოთ ისტორიულ პროცესებთან პირველი პრეზიდენტის გამსახურდიას პერიოდი, დროინდელი პერიოდი, ჯერ კომუნისტური 9 აპრილის პერიოდი, კომუნისტური მთავრობის, შემდეგ ამსამერე შევარდნაძე, სააკაშვილი, ყველა პრეზიდენტის დროს ბოლო-ბოლო იწყებოდა იმდენი ხალხის გამოსვლა, რომელსაც ხელისუფლება ვეღარ ერეოდა და ხელისუფლება მარცხდებოდა. აქაც ეს პროცესი მოხდება. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლება სულ ტყუის იმიტომ რომ ხელისუფლება არ ეძებს არავისთან კომპრომისს და იმიტომ რომ ხელისუფლება ებრძვის ყველას ქვეყნის შიგნით და ყველას ქვეყნის გარეთ. როცა ხელისუფლება ყველას ებრძვის ქვეყნის შიგნით და გარეთ და არ ეძებს კომპრომისს და არავისთან არც დილობს ვინმე რო ხელს უწვდის მასთან რაღაცა გამოსავალი ეძებოს, ესეთი ხელისუფლება საბოლოო ჯამში მარცხდება. ყოველთვის ესე ხდება და ამჯერადაც ესე იქნება. გამოვა ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში ბოლო-ბოლო და ვერ მოერევა ამ ხალხს ხელისუფლება. მე რა რომ ეხლა სიჩუმეა და არავინ გარეთ არ გამოდის. არ ნიშნავს რომ არ გამოვა. გამოვა ძალიან ბევრი ხალხი, ხელისუფლებას იმედი აქვს რომ სუსი, პოლიცია ვერ მოერევიან. ერთხელ მოერევიან, ორჯერ მოერევიან, მესამედ ვეღარ მოერევიან. და რატომ ხდება ვთქვი ეს? ეს რომ არ მოხდეს სასწრაფო ტემპში რადიკალურად უნდა შეიცვალოს პოზიციები. მე უკვე ვთქვი, ბევრჯერ გავუწოდეთ ხელი, ბევრჯერ ვთქვით, რომ შევქნათ კომისია. მაქსიმალურად უნდა იქნას განთავისუფლებული ხალხი, განთავისუფლებული ციხეებიდან ხალხი, იმიტომ რომ მათი 95% საერთოდ ტყუილად არის იმ ციხეებში. არ უნდა იყვნენ იქ ისინი. მე მესმის რომ ერთეული ადამიანები არიან, ვინც რაღაცა სასჯელი დააშავა, დანარჩენები არ უნდა იყვნენ იქ და უნდა გაუშვათ ეს ხალხი. მაქსიმალურად მეორე უნდა დავიწყოთ ნორმალური პროცესი, არა ტყუილები. მაქსიმალურად ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას იმაზე, რომ მთელი ხელისუფლება მისია ყველა პროცენტი, მისია ყველა ყველაფერი. მაქსიმალურად უარი უნდა თქვას პარტიების განადგურებაზე, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება პარტიებს და ტელევიზიებსაც ანადგურებს, არა მარტო მიშას გაიგეთ, ჩვენ პარტიას და ჩვენ ტელევიზიასაც ანადგურებს. ზუსტად იგივეს ვიკეთებს ჩვენ, რასაც ჩვენ უფრო ადრე
ბევრად უფრო ადრე. მერე აბსოლუტური სისულელე თავის მოტყუება და დაღუპვის გზა არის, როდესაც ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის რაღაცა ორგანიზაციებს. გამოყავს ადამიანები, რომლებიც არავინ არ არიან, აი საერთოდ არავინ. იმიტომ მხოლოდ რომ ხელისუფლებამ იქ ბატონმა კობახიძემ ან ბატონმა მდინარაძემ ან სხვა ბატონებმა ჩათვალეს, აი ეს ივარგებს და მე აი ამ კაცს, რომელიც არავინ არ არის, არც ავტორიტეტი აქვს ხალხში, არც განვლილი, არც კომპეტენცია, არც გავლილი ცხოვრება, არაფერი არ აქვს. ეხლა ჩვენ ამას შევუქმნით ორგანიზაციას და ამისგან შევქმნით ლიდერს. ლიდერები არ იქნება ეს ხელოვნურად. და აი ჩვენ შევქმნით რაღაც ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია მერე წერილს მოგწერს ჩვენ და მერე პრემიერ-მინისტრი იტყვის, მე არ გამიგი ამ წერილის შესახებ, მაგრამ გავეცნობი. ეს არაფერი საზოგადოებისთვის არაფერი არ არის. პოლიტიკური პროცესის მოკვლა საზოგადოებაში იწვევს რევოლუციას. არ შეიძლება შენ გეგონოს, რომ პოლიტიკური პროცესი შენი საკუთრებაა და ყველაფერი ამ ქვეყანაში შენი საკუთრებაა და ყველაფერი შენ ხელში უნდა იყოს. და ხალხს მარტო უნდა მოუყვე, რომ ხალხი მშიერია, ბიზნესი არა აქვს. უბედურია, მაგრამ შენ უყვები, რომ ბედნიერი ხარ. ბედნიერი ხარ. ხალხს პურის ფული არ აქვს და შეუნეუბნები, რომ დიდარი ხარ. კაც არ აქვს საკუთარი საქმე, არანაირი ბიზნესი არ აქვს და შენეუბნები, რომ ბიზნესი გაქვს. და გონია, რომ ამ ტყუილების ლაპარაკით შენ რეალურად რაღაცა სული. მოხდება დამხობა, დამარცხება, სასტიკი, ძალიან ცუდი პროცესები წარიმართება. ეხლა როდის მორიგი ეხლა იქნება მცდელობა ალბათ, არ ვიცი რა გამოვა, რა არ გამოვა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ერთხელ არ გამოვა, ორჯერ მესამე დაუცილებლად გამოვა და შეიძლება ეხლაც. ბატონ დავით, აქვს თუ აი არავინ არ ელოდება, მე გეუბნებით, რომ ეხლა ამ არჩევნებზე ხო არავინ არ ელოდებოდა მაშინაც, რომ იქ გამოვა ხალხი და მე გეუბნებით, მაშინ 50,000 კაცი გამოვიდა. 50,000 კაცი გამოვიდა, თვითონ პოლიციამ დაითვალა კაცო და მე კი იძახდნენ 80,000 კაცი იტყუებოდნენ. სულ ტყუილში ცხოვრობენ. აი ახლა ხო არ ელოდებიან, გეუბნები 50-იც გამოვა და 70-იც. გამოვა გარეთ, ეს იქნება. და ამის ყველაფრის ინსპირატორი, ამ ყველაფერს ბიძგის მიმცემი არის ეს ხელისუფლება. იმით რომ არავის პატივს არ ცემს, არავის ძაღლად არ აგდებს და სულ მუდმივად იტყუება. ბატონ დავით, ორი დღეა დარჩენილი ხომ, აი ამ დრომდე არ გვაქვს რაღაცა ძალიან დიდი დრო და როგორც ჩანს ქართულ მოცნებამ გადაწყვიტა რომ არაფერი გააკეთოს აი ამ პროცესების შესაჩერებლად, იმიტომ რომ რაიმე კონკრეტული მაგალითად აი ამ 8 პუნქტიდან 4 პუნქტი ან 3 პუნქტი ან 2 პუნქტი არ მოუნდომებია რომ შეეცვალა ამ თემებზე ემუშავა. პირდაპირ აი ამ ბედისმინდობილები ეხა აი ამ ვერ აკეთებს, ვერ სურს და ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ტრობაშია ყველასთან და ვერ მოძებნა ხალხი, თუმცა უამრავია ხალხი, ვისაც შეეძლო, რომ ეს ტრობა ჩაეკრო. არ მოისურვა. არ მოისურვა, მიუხედავად იმის, რომ ჩვენ სხვებმაც ბევრჯერ ხელი გაუწოდეთ და უთხარით, რომ აი მოდი ამ გეგმით დავალა, არაფერი ეს არ მოისურვა, ვერაფერს ამას ვერ აკეთებს. და პროცესშიც არავის შეშვება არ უნდა. ბატონ პრემიერ-მინისტრს არ სურს, რომ პროცესში ვინმე შეუშვას, იმიტომ რომ გონია, რომ თუ პროცესში ვინმე შევა, ის ვინმე მას რამეს წაართმევს და არავინ არაფერს არ ართმევს ამ კაცს საერთოდ. არავინ მას არაფერს არ ართმევს. პირიქით ვეუბნებით, რომ მოდი ვითანამშრომლოთ, მაგრამ არა, ნუ რაღაცა გაუგებრობა. სავარაუდოდ აქ არის ალბათ იმის მომენტი, რომ ისაც შეუშვას შეიძლება უფრო მეტად სანდო გახდეს საზოგადოებისთვის და წარმოჩინდეს. არ ვიცი, ამიტომ თუ იმიტომ მოკლედ არ სურთ, არ უნდათ და ვერაფერს ვერ მიაღწევენ ვერაფერს, ამიტომ აღარ ცდილობენ პირიქით, ეხა ახალი ტყუილები, რომ კარგია ეს. კარგია, როგორ არის კარგი, არავის არ ესმის, მაგრამ ასეთი გზა აქვთ არჩეული, არა კონსტრუქციული თავისთვის, არა ცუდი გზა აქვთ არჩეული საკუთარი თავისთვის და ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ ბევრი მცდელობა გქონდა. 30-ჯერ ხელის გაუწოდეთ ტელევიზიითაც, ისეც საერთო მეგობრები გვყავს, შევეხმიანეთ, უთხარით, რომ არ არის სწორი, მოდი შევცვალოთ ერთიანად, აი მოდი ამ გეგმით ვიაროთ, არ მოინდომეს, მეორე გეგმა შევთავაზეთ, არ მოინდომეს, მესამე შევთავაზეთ, არ მოინდომეს, ტელევიზიით 5 გეგმა გავაჟღერეთ, არ მოინდომეს. არაფერი არ უნდათ, იციან თვითონ რას აკეთებენ. რას აკეთებენ, იღუპავენ თავს, ჩვენ ყველას გუპავენ, აი ეს არის. კი ბატონო.
ვერაფერს ვერ ვიზავთ, ვერ ცვლიან და არ სურთ. სავარაუდოდ ეს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები ვერანაირ ხელშესახებცვლილებას ვერ მოიტანს. არა, სად არის არჩევნები? სად არის არჩევნები? გავიგეთ, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ინიშნებიან ყველა ქალაქში, კი არ ირჩევენ მათ, ინიშნებიან ქალაქის ხელმძღვანელებად. 10 ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იქნებიან მთელ ქვეყანაში ქალაქის ხელმძღვანელებად. რა შედეგს მოიტანს ეს? უარყოფითს. არაფერ შედეგს ეს არ მოიტანს, იმიტომ რომ ხელისუფლებას არ ესმის რა არის დემოკრატია და როგორაა დემოკრატიის შენებლობა და ხელისუფლება ვერ იძახის, რომ თითქოს ვერ მოერია ნაცმოძრაობა საერთოდ აღარ არსებობს, რა მორევა ჭირდება მას. აი თქვენ ამბობთ, რომ ეხლა ამათმა 8-იანი დაირქვეს თავში. მოკლედ თავის თავს დაარქვეს 8-იანი, ანუ ჩვენ 8 ნომერს იპარავენ. ესენი რისი მაქნისები არიან, ვისი მომრევები არიან? არავის მომრევები არ არიან, ხელისუფლება საფრთხობელას ქმნის ხაერიდან, აიძახის, რომ აი ეს არის საფრთხე, იმათზე ვინც არაფერი საფრთხე არ არის. მაგრამ ამის ზახილში ამათ მთელი ქვეყანა შეიპყრეს და ყველასთან კონფლიქტში შევიდნენ, გარეთაც, ქვეყნის გარეთაც, ადამიანები ზარალდებიან ყველაფერში. და რატო აკეთებენ ამას? საერთოდ არავის არ ესმის, აი რისთვის აკეთებენ ამას? არის მარტივი პასუხი, რატო კეთდება ის, რაც კეთდება? კი ბატონო. არავინ არ იცის, ნუ. მაგალითად, რა თუნდა აი ხელისუფლებას, რა თუნდა ვთქვათ, რომ იწერს მუდმივად 55%-ისა, აი რა თუნდა? არაფერში არ ჭირდება, არავის არ ესმის ეს რატო ხდება? საერთოდ არავის არ ესმის, რატო არის ყველასთან დაპირისპირება? არავის არ ესმის, რატო უნდა ამოიღო მიზანში ვიღაცა პარტია ან ტელევიზია და დაუწყო გააფრთებული ბრძოლა. გავიგე რომ არის ვიღაცა დამნაშავე რომ არის, რომ იყო ნაცმოძრაობა და დამნაშავე. ამას მე რომ ვამბობდი, ეს ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. და როდესაც ეს ხელისუფლება ჩვენი ბრძოლით მოვიდა და დაეუფლა, ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, ვეუბნებოთ, რომ აი ესენი უნდა არა, მაშინ იძახდა ესენი კი არ უნდა დავსაჯოთ, უნდა გადავარჩინოთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში აღარავინ დამნაშავე აღარაა, ყველამ დატოვა ეს მოძრაობა და შევიდა სრულად ახალი ხალხი. და ეხლა გვეუბნება, რომ უნდა დასაჯოს ნაცმოძრაობა. აი თინათინ ბოკუჩავა რამდენი წლისა? პატარა იყო მაშინ, როდესაც საერთოდ პარლამენტში შევიდა 16-17 წლის. ახალგაზრდა გოგოა, მე არ ვიცი რამდენი წლისა, მე მგონი 30 წლისა, ან შეიძლება უფრო ნაკლები. უფრო მეტი 36 წლის სავარაუდოდ. მე რა და არაფერი დანაშაულები არ მეუძღვის, ეს ახალი მოსულია, არაფერში არ მონაწილეობდა და ეხლა რო იძახი ესენი და მოადგილეებიც ეგეთი ყავს და ვინ უნდა დასაჯოს? ის ვინც დასაჯელია, ისინი გავიდნენ იმ პარტიიდან, სხვაგან არიან, არავინ სინამდვილეში მეორე დასაჯა რო ვინმე. კაი, აი იყო კომისია, ვნახეთ ხალხმა დაინახა ამ კომისიამ იმუშავა. საინტერესო რა არის ამ კომისიაზე პროცესები, რაც განიხილეს 80%-ის მთავარი მონაწილე იყო პატრიოტთა ალიანსი, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი, ობიექტივი ერთხელ მაინც ვნახეთ იმ კომისიას. ვითომ ესენი არ არსებობდნენ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას ეს არ სურდა. და რაღაცა მე შედეგები რა არის? ეხლა ყველას ყველაფერი დაავიწყდა. ეხლა ელოდებიან მორიგ ტალღას და ამ ტალღის წინ გვეტყვიან, რომ ესენი არიან დამნაშავენი, ისინი არიან დამნაშავენი, ისინი არიან დამნაშავენი. ამ დროს ისინი კიდე ხალხს გამოიყვანენ გარეთ და მორიგი რაღაცა სპექტაკლები დაიდგმება. ნუ თუ ჩვენ ვერ ხედავთ ერთ რამეს, რომ რეალურად არავინ არაფერის გადასაწყვეტად არ არის მომართული. ქვეყანას უნდა რომ, ხალხს უნდა რომ გამდიდრდეს. ეს არის მთავარი დანიშნულება სახელმწიფოსი. ვინმე მდიდრდება, არავინ არ მდიდრდება. მდიდრდება მარტო ეს ფეოდალები, ახალი ფეოდალები. ხალხი ღატაკდება. ხალხი ხდება ყმაგლეხი, ყოველ დღე, დღითი დღე, ახალი ფეოდალები მდიდრდებიან. ხალხი უბედურია, ეუბნებიან ბედნიერი ხარ. ამას აკეთებს ყველაფერს ეს ხელისუფლება და ეს ხალხი მოჯადოებულია. რამ დაგაბრმავად ხალხო, ამას როგორ ვერ ხედავთ, კაცო? როგორ ვერ ხედავთ? ნუ გაოცებული ვარ რა.
არ ვიცი, ალბათ შეგუებულები არიან ადამიანები, იმიტომ რომ ვისაც კი ოდნავ მაინც შეუძლია და გავიდეს საზღვარგარეთ ნახოს, თუნდაც რა ხდება მართლა ის საკვე პროდუქტთან მიმართებაში მე რამდენიმე დღის წინ მომიწია ყოფნა საზღვარგარეთ, აი უბრალოდ ძალიან დიდი შედარება შემიძლია გავაკეთო ყველა ფერში აბსოლუტურად არ არსებობს საცობი ძალიან დიდ ქვეყნებში, სადაც კი მოუხვდი და სადაც კი ვიყავი საკვები პროდუქტი არავის არ ენატრება, ყველასთვის ხელმისაწვდომია და ის რასაც ჩვენ სამჯერ და ხუთჯერ მეტად ვყიდულობთ, არის არ ვიცი, უიაფესი ალბათ 1 ევროში იყიდება, რაც ჩვენთან. არა, ჩვენ ხო ეკონომიკა ამხელებ დაიწყო სააკაშვილმა, მანამდე ჯერ საბჭოთა კავშირის მერ ინგრეოდა ეკონომიკა და დღეს მთლიანად დანგრეულია სადღა ეკონომიკა. რეალურად ეს უნდა ადამიანებს, ეს უნდა ჩვენს მოქალაქეებს. არაფერი არ ხდება. იცით, გავიგე ბიბლიას აღარავინ აღარ კითხულობს, სახარებას აღარავინ არ კითხულობს. უამრავი ფილოსოფიური ნაშრომი არავინ არაფერს არ კითხულობს, აღარ ვლაპარაკობ გინდა ძველ ბერძნებზე და გინდა თქვათ გერმანელებზე, არავინ არაფერს საკითხვა არ უნდა. კეთილი კაცო, უზარმაზარი ცოდნა ვეფხის ტყავოსანსაც არავინ არ კითხულობს. საერთოდ არავინ არაფერს არ კითხულობს, მაგრამ აგერ კინო მაინც ნახეთ დათა თუთაშხია კაცო. ეს ხელისუფლება ჩემთვის აი კოლექტიური არქიპორო არის ეთური. გახსოვთ დათა თუთაშხიაში? აი ეს არის ეს ხელისუფლება. რომელიც ყოველ დღე სახეს იცulis, დღეს ასეთია, ხვალ ისეთია, ზეგ ასეთია და 50 სახე აქვს და 50 სახელი აქვს და ყველა უნდა დაასახელო და რომელიც კითხრის რაღაცა გვირაბს, მაგრამ სად მიდის ეს გვირაბი? აი დააკვირდით ზუსტად აი ამ დღეში ვარ ჩვენ. გამოსავალი უნდა არსებობდეს აუცილებლად მე არ მიყვარს ხოლმე გადაცემის ძალიან პესიმისტურად დასრულება ამ ნაწილს. ამ ეტაპზე გამოსავალი ერთადერთია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში იქნება ახლა ამ 2-3 დღეში 5 დღეში უნდა გონს მოეგოს და ჩვენ შევთავაზეთ 2-3-4 გამოსავალი. ახლა ამათიგე ჩვენ ყველაფერი ეს უნდა მივიღოთ. სასწრაფოდ დავიწყოთ ქმედება და პირველი გამოსავალი მე ვთქვი, პირველი რაც საჭიროა იმისთვის რომ ეს სიტუაცია ჩაქრეს არის მაქსიმალური რაოდენობა ხალხის გამოშვება, რომლებსაც არაფერი დანაშაული არ მეუძღვით. ეს არის პირველი. მეორე ახლა გვიანდება ეს, ან შეიძლება უკვე დაგვიანებულიც არ ვიცი, მაგრამ მე ვთქვი აუდიო ჩანაწერები და აუდიო გამოკითხვა გავაკეთოთ, ნუ არ მოინდომეს ეს. არჩევნებს ახლა ესენი სამართლიანად ვერ ჩაატარებენ და არ ჩაატარებენ და არც არავის აღარ არის არჩევნები და რა უნდა რა უწოდო ახლა ინტერესი არ არის, დაწერენ რაღაც შედეგებს და ეს იქნება და ახლა უკვე გვიანია რომ ყველანაირი პირობა მოსპეს და არ ვიცი. კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურავი გსტუმრობდა, არ გადართოთ წინ ძალიან საინტერესო ინტერაქტივი გელოდებათ რამდენიმე წუთში. დროებით.